ეხლა მე მინდა ეს თავის თავზე არასოდეს არაფერს არ იტყვის და დათო არის მეცნიერა. ყველა იცნობს, ესე იგი შეიძლება დათო ჩარტლაძე არ იცოდეს ვიღაცება, მეცნიერა რომ თასვლელია და მეცნიერას რომ ქართულ თასვლობაში წვლიათ, ეს ყველა მიცის და ერთი მომენტი მინდა გაიხსენო რა, იმიტომ მე ვიცი რომ რაღაცა მოხდა ეგეთი ბედნიერება რაღაცა მომენტში მეცნიერა და მეცნიერი ერთმანეთს შეხვდნენ. ხო და იქნება გაიხსენო აი ეს მომენტი როგორ იყო, როდესაც შენ გაგაცნეს ნამდვილი მეცნიერი. ეს მოხდა თელავში. თელავში არა, ალავერდის მონასტერში. ჩემი კლასი და შენი შტაბეჭდილებაც მაგრამ იმიტომ რომ ლეგენდარული ვინმეა რა. ო, ნუ შტაბეჭდილება, ახლა მე ვერ მოვყვებით, ჩემი შტაბეჭდილება უნდა განიცადო რა. ჩემი ბავშვობის მეგობარი, ჩემი კლასელი, რა ვიცი, უახლოესი მეგობარი არის ალავერდელი მიტროპოლიტი მეუფე დავითი მახარაძე. ო, ირაკლი მახარაძე ერისკაცობაში. ხო და თურმე ჩასული ყოფილა წინა რამოდენიმე თვით ადრე ტიროვში. და რა ქვია? ხო. ავსტრიაში, ხო. ხო, ტიროვში, არა, ტიროვში. აი რო უთხეს მეცნიერს, ავსტრიელი ხარო შეიძლება ცილა გაგამწყას რა. ტიროლები. ხო? სეპარატისტები, ვინსტონ მაიმუნები, ხო. ხო, რაღაც ალავერში ცნობილია რომ ღვინის წურავი რაღაც ქვევრებში რაღაც ცნობილი ღვინო ალავერდელი და ეს გააცნეს თურმე ეს მეცნიერი მასაც ეგეთ ღვინოს წურავს თურმე იქ და თავის ისა რა ხო თავის ხობი აქვს და ისა რა და დაპატიშა მეუფე რა და კაცო სანამ გავიდნენ მე მინდა აი რადიოსმენელს უთხრა რომ მეცნიერი არის ის კაცი რომელმაც პირველმა მსოფლიოში ყველა 8000-იანი დალაშქრა აბსოლუტურად ყველა უჟანგბადო ხო ჟანგბადო და აი ეს მითი გატეხა რომ 8000-იანზე აღარ შეიძლება ჟანგბადო და უჟანგბადო და ასე შემდეგ და იყო მგონი პირველი რომელიც მარტო ავიდა ევერესტზე ეს ხო ერთ-ერთი პირველი მარტო ავიდა და მე ლანგა პარმაძეც მარტო იყო და თან ევერესტზე ავიდა მუსონების პერიოდში და გავიცნო ხო რა პატარა ფანჯარა იყო 2-3 დღიანი და აირბინა რა ფაქტიურად აირბინა ხო და მეუფე მირეკავსო დატო შენი ნახვა მინდაო და ბიჭო ამოშენე აღგინეთ ჩემი ომერი ვდელი მე ვარ მოთხარი მეუფე რაგინე აი ესე მეცნიერი ჩამოდის და მინდა რომ შენც იყო რა ანუ იცის მეუფე რომ თაში დავდიოდი თასთან კავშირი მაქვს და ჩავედით ალავერჩიდან მაერთ საჩუნა მოიყვანონო რა და შემოვიდა აიცი აი მთელი ცხოვრება და მთელი ბავშვობა და მთელი ახალგაზრდობა რომ მეცნიერი ნუ ლეგენდა გამოვიდა არ არის ხო არ არის პატარა ტანის საშუალო ტანის არის რაღაც ჩაკუნთული ისეთი ჩაფსკრილი შეკრული ტიპი და ნუ გავიცანით რა და პირველი კითხვა ეს იყო უჯბაზე ნამყოფი რომელი ხართო მე უთხარი მე ვარ ნამყოფი ხელი ჩამომართვა და მე ხო ზეგუნა გავფრინდე და ვნახო და ვიცი რომ ძალიან ლამაზი მთავარია რა და აი ეს ფილმის გადაღება მინდაო თურმე ჩვენ ხო ყველა ვიცოდით რომ დადაშქელიანმა აჩუქა ინგლისელ ქალბატონს უჯბა ხო ლეგენდა ხო ავსტრიელი ქალბატონი ყოფილა ვიღაც და მაგაზე უნდა ხო არ არის ინგლისელიო თქვა მთელის მოვიძიეო საბუთები მაქვს ავსტრიელი ქალბატონი ყოფილა ვიღაცა რა არ ვიცი არ მახსოვს ახლა და გვარი და ამაზე ფილმი მინდა გადავიღო და რაც თავარია პირველი შოკი რომ განიცადა გაასინჯეს იქაური ქვევრის ღვინო საფერავი ხო და რამდენ წელიწადში კვდებაო ეს ღვინო ისე უთხრა მეუფეს რა და მეუფემ უთხრა მე მაქვს შენახული 20 წლის არის უკვეო და მე მეწურავო და მე 7 წელს მომიყვა ღვინო ესე გაწყალდა მე ესე აღვიქვეს რა ეგეთი გაწყალდა მე ესეთი რამე არ გამისინჯა არასოდეს მახსოვს რა არ გამისინჯავსო რა მაგარი აღფრთოვანებული იყო ქართული ის რომ მოუგდებით მანძილს
ხო, ნუ მე რაღაც ვილაპარაკეთ აი რაღაც დეგუსტაციას მეთქე, მე გინტერზეც რაღაცები უხსენი ძმა ნანგაპარბაბზო და ეგუთა მიცვალებულების ხო, სადღებზე ლოთქი, რა მითაში დარჩა მეთქი რაღაც. მეთქი რა თქვენი ძმა მეთქი რა. აი წრემლები წამოვიდა საცხაც. აქ საიდან გახსოვთ, მოთხარი ყველაფერი ვიცი ჩემი კარგო მოთხარი. ანუ ეგ იყო რა მესნათთან შეხვედრა. ლეგენდა, ანუ ცოცხალი ლეგენდა მსოფლიო ალპინიზმის რა. ნუ მსოფლიო ლეგენდა.